აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოში თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსი ჩაიშალა. უწყებაში ამის მიზეზად საკონკურსო დოკუმენტაციაში არსებულ ხარვეზებს და კონკურსანტების მოუმზადებლობას ასახელებენ. სამაშველო სამსახურში მუშაობის სურვილი სულ 166-მა კანდიდატმა გამოთქვა, მათგან 86 მოქმედი თანამშრომელი იყო, რომელთა ნაწილმაც კონკურსი ვერ გაიარა. თანამშრომელთა ხელახალი შერჩევა უწყებაში მარტის შუა რიცხვებში იგეგმება. მანამ კი სააგენტოს თანამშრომლებით ხელშეკრულებით იმუშავებენ. კონკურსი არ ეხება საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსს და მის სამ მოადგილეს. კანონმდებლობის თანახმად სამსახურის უფროსს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დასამტკიცებლად მთავრობას წარუდგენს. მამუკა თურმაინძე უკვე 3 თვეზე მეტია, რაც მოვალეობის შემსრულებელია. დოკუმენტაციაში ქონდა ჩვენ თვითონ სააგენტოს ხარვეზი. დაუშვათ ფიზიკური მომზადების დროს უნდა დასწრებულიყო ფიზკულტურის მასწავლებელი ამ ცოდნე ამ საქმის და პირველად დახმარების დროს თავის შესაბამისი სპეციალისტი. ამას დაემატა ისიც, რომ ფაქტიურად ქუჩიდან შემოსული კონკურსანტებმა და ნაწილმა ადგილობრივმა მაშველებმა, რომლებიც ახლა მოქმედები არიან, ვერ დააკმაყოფილეს კონკურსის პირობები.